მოვიდით საინტერესო ამბებით, საინტერესო ჩართვებით და თაკო გუნთაიშვილიც გველოდება. თუმცა მანამდე, სანამ თაკოსთან გადავინაცვლოთ, მე შემოგთავაზებ წყალსა და კოკაკოლას, რომელს მიირთმევ. მოდი კოკაკოლას მივირთმევ და თან სიამოვნებით გამოვხიზდეთ ერთ-ერთ მაშინ კოკაკოლით. კი, ნამდვილად გვჭირდება მე მგონი, იმიტომ რომ დიდხნიანი პაუზა გამოგვდის ხოლმე ჩვენს მაყურებელთან, თუმცა ჩვენი გადაცემის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და ვრცელი ნაწილი ჯერ კიდევ წინ გელოდებათ. ახლა თაკო გუნთაიშვილი უნდა შემოგვიერთდეს თბილისის ზოოპარკიდან, სადაც ის ზოოპარკის დირექტორთან, ზურაბ გურიელიძესთან ერთად იმყოფება და ვნახოთ თუ როგორია დილა ზოოპარკში. ფიქრობ ძალიან საინტერესო ჩართვა გველოდება წინ. თაკო გისმენთ, თუ ხარ მზად? დილომშვიდობის კი, რა თქმა უნდა, მზად ვარ. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. როგორც შენ აღნიშნე, ვიმყოფებით თბილისის ზოოპარკში, თუმცა უამინდობის გამო მოგვიწია ეგზოტარიუმში გადმონაცვლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მაყურებლისთვის მაინც ძალიან სასიამოვნო იქნება იმ ყველაფრის გაცნობა, თუ როგორია ერთი დილა ზოოპარკში და ცხოველების და არა მხოლოდ ქვეწარმავლებისა და თევზების დილის რუტინა. როგორც ანიმ აღნიშნა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბატონ ზურაბ გურიელიძესთან ერთად, თბილისის ზოოპარკის დირექტორი გვმასპინძლობს. მოგესალმებით ბატონო ზურა, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ასე ადრიანად ჩვენთან ერთად, თუმცა მხოლოდ ჩვენი მიზეზით არა, რა თქმა უნდა, თქვენთვის ყოველთვის ასე იწყება, ხომ დილა? ნუ რა თქმა უნდა, დილა ყოველთვის იწყება ხოლმე პირველ რიგში, რაც არის, ეს არის ცხოველების მიხედვა, მათი ვოლიერების დასუფთავება, ეს არის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, იმიტომ რომ ღამე ძალიან ბევრი ცხოველი აქტიური არიან და შესაბამისად დილით ძალიან ბევრი გასაკეთებელი საქმე გვხდება ხოლმე. ბატონ ზურა, ცხოველებისთვის რომელ საათზე იწყება დილა? ეს ალბათ ინდივიდუალურია ყველა ცხოველისთვის, მაგრამ აი დაახლოებითი დრო თუ შეგვიძლია რომ განსაზღვროთ. ასე ვერ ვიტყვი, ზოგი არის ღამე არის აქტიური, ზოგი დღისით არის აქტიური, ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული, ასე რომ თქვათ ისინი ჩვენგან განსხვავებით სამსახურში არ მიდიან და არა აქვთ ხოლმე ესეთი ვალდებულება, რომ რომელიღაცა საათზე, ასე რომ თვითონ წყვეტენ, როდის რა უნდა გააკეთონ. საუზმეს თუ მიირთმევენ ხოლმე ცხოველები? არა, საუზმე როგორც ასეთი არა აქვთ, მაგრამ ჩვეულებრივ დღეში ზოგი ცხოველი დღეში რამოდენიმეჯერ ღებულობს საკვებს, ზოგი ერთხელ, ეს იმაზეა დამოკიდებული თუ რა სახეობას წარმოადგენს და როგორია ბუნებაში მათი, ასე ვთქვათ, კვების ნორმები. ზოგადად აქედან გამომდინარე, აი ახლა ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ხო? აქედან აი თევზები მაგალითად ყოველდღე მიირთმევენ, მაგრამ ქვეწარმავლები უკვე აი მაგალითად გველები მიირთმევენ კვირაში ერთხელ. აი ჩვენ მე ვთხოვა ხო ჩვენს ოპერატორს ძალიან ლამაზები არიან თან და მინდა რომ მაყურებელმაც კადრში ნახოს გველები ზოგადად ყველასთვის რაღაცნაირად საშიშ ქვეწარმავლებთან ასოცირდებიან, თუმცა როგორ შეგვიძლია ზოოპარკის გველები და ეგზოტარიუმის გველები დავახასიათოთ? გველები ზოგიერთი მათგანი მართლა ძალიან საშიშ ცხოველებს წარმოადგენენ. ახლა აი ჩვენ სადაც ვიმყოფებით, ხო? აქედან ზედა მხარეზე არის ასეთი მაფრთხებელი კობრა, რომელიც ძალიან სახიფათო, ძალიან სასიკვდილო ჩხამიანი ცხოველი არის და ქვევით არიან აბსოლუტურად უწყინარი გველები, მცურავები, რომლებსაც ზოგ შემთხვევაში საკმაოდ აგრესიული ხასიათი აქვთ ხოლმე, თუმცა შესაძლებლობა რომ რამე დაგვიშავონ, ეს არა აქვთ, მათ კბილებიც არა აქვთ, არა აქვთ ჩხამი, ასე შემდეგ. აბსოლუტურად უწყინარი ცხოველები არიან. ბატონ ზურა, საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რამდენად იმყოფებიან ზოოპარკის მომვლელები გარკვეული საფრთხის ქვეშ, როდესაც ვთქვათ მიმდინარეობს თუნდაც ვოლიერის დამუშავება, საკვების მიწოდება ცხოველებისთვის. ისეთ რა მაქსიმალურად გათვალისწინებული არის ხოლმე უსაფრთხოება, თვითონ ნებისმიერი ვოლიერი ან სათავსო სადაც ცხოველი არის მოთავსებული, ყოველთვის აღჭურვილი არის შესაბამისი აღჭურვილობებით, ასევე მომლელებსაც აქვს შესაბამისი აღჭურვილობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც აი უშუალო კონტაქტში გვიწევს ხოლმე მუშაობა. საერთოდ აი ეს გახლავთ ყველაზე უფრო სახიფათო. უშუალო კონტაქტი ხდება მაშინ, როდესაც მაგალითად, რახანახ ვიმყოფებით, აი მაგალითად შხამიან გველს სჭირდება რაიმე ვეტერინარული ჩარევა. ასეთ შემთხვევაში უკვე უშუალო კონტაქტში გვიწევს მუშაობა და ხშირ შემთხვევაში უკვე ძალიან სახიფათო მანიპულაციები ხდება, ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული
უსაფრთხოების წესები ამ შემთხვევაშიც არის დაცული, მაინც გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. ხო, ამაზე განზრახ გავამახვილ. აი, განზრახ გავამახვილა ყურადღება, იმიტომ რომ რაღაცნაირად ზოოპარკში ვიზიტი ყოველთვის მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, თუმცა ძალიან დიდ რისკებთან არის, როგორც აღნიშნეთ, დაკავშირებული ამ ცხოველების მოვლა პატარა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც აი თითქოს და აბსოლუტურად უწყინარება ცხოველმა შეიძლება რაღაც სერიოზული ზიანი მიაყენოს მოვლას. ასეთებიც ხდება ხოლმე. კი ბატონო, რაც შეეხება თევზებს, აქ უამრავი ჯიში არის წარმოდგენილი, სახეობა, დიახ, და მათი მოვლის რეჟიმებიც განსხვავდება, როგორც ვიცი, ხო? აი, როგორია მათი დილის რუტინა? თევზებს თუ გააჩნიათ ასეთი? არა, თევზებს იცით რა, როგორც ახლა სხვა ცხოველებს, თევზებსაც ასევე გააჩნიათ თავიანთი რეჟიმი, ისინი ზოგი თევზები არიან აქტიური ღამის საათებში, ზოგი დღის განმავლობაში, ზოგი როდის მიუხედავად და ამაზე ძილ რუტინა იწყება ჩვეულებრივად აკვარიუმების დასუფთავებით, ახლა უკვე ეს აკვარიუმები უკვე დასუფთავებულები არიან და შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდის მერე იმის და მიხედვით თქვა, აი როგორ გადაწყვეტენ ხოლმე, მაშინ უწევთ ხოლმე საკვების მიღება. ახაც განსხვავებულია ზოგი თევზი რა საკვებს ღებულობს, ზოგი რას. აი რაც შეეხება ხიფას, ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო უსაფრთხო ცხოველებთან გვაქვს საქმე. კი ბატონო. ბატონო ზურაბ, ძალიან აქტიურად განიხილება ყოველთვის ის საკითხი, თუ როდის გადაინაცვლებს ზოოპარკი თბილისის ზღვაზე. თუმცა ჩვენ დილის ეთერში თქვენი სტუმრობისას არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ ეს გარკვეულწილად ძალიან ბევრ ეტაპთან არის დაკავშირებული და ბევრი საკითხი არის მოსაგვარებელი, ხომ? ამ ეტაპზე რა მდგომარეობაა, ეს რომ გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს და როდისთვის იგეგმება სრულად გადანაცვლება? სრულად გადანაცვლებას და გამიჭირდება ამაზე გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი მოგეხსენებათ. აქ ეს რა მრავალი წლის განმავლობაში იქნებოდა ეს არსებული ზოოპარკი და ასე რომ მისი ესე გადატანა ერთი ხელის მოსვლით პრაქტიკულად შეუძლებელია, ასე რომ ეტაპობრივად მოხდება ამის გადატანა. ახალ ზოოპარკში მიმდინარეობს მშენებლობა, მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად მშენებლობა. ახლა ის პირველი ნაწილი, რომელიც გამზადებულია, ეგრეთ წოდებული კავკასიის ნაწილი, მას სჭირდება, ასე ვთქვათ, მოყვანა სისტემაში, რომ იყოს უსაფრთხოების ღობეები და ასე ვთქვათ, შესაძლებელი გახდეს უკვე ვიზიტორების მიღება. ამის დამთავრების შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, ვთქვათ, აი პირველი ნაწილი, ახლა ამ პირველ ნაწილში უკვე ვიზიტორების მიღება, რომელიც არანაკლებ საინტერესო იქნება, მართალია ეს არის კავკასია და სწორედ ამიტომაც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპოზიცია. კი ბატონო. ბატონო ზურაბ, საინტერესოა, რამდენად გვაქვს თბილისის ზოოპარკში წარმოდგენილი ექსკლუზიური ჯიშები, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცხოველებისა და თუნდაც გველების. ხო, ექსკლუზიურს ვერ ვიტყვით ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში ვხმარობთ ასეთ ტერმინს, რომელიც არის აი ესეთი გადაშენების პირასკოპის სახეობები, რომელიც რა თქმა უნდა ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, სწორედ გადაშენების პირასკოპი სახეობები არიან, მათ შორის ეგზოტარიუმშიც არის წარმოდგენილი მაგალითად გველებიდან ახლა არიან დამალულები, მაგალითად იგივე ადგილობრივი სახეობები, რომელიც საკმაოდ იშვიათები არიან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად არის ხოლმე ეს, ასე ვთქვათ, გველების სიჭარბე ძალიან ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა სინამდვილეში ესე არ არის ხოლმე და ყოველთვის გასცემ ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირას იმყოფება და მათ ჭირდებათ დაცვა და აღდგენა. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ კონკრეტული გველგესლა, რომელიც ასევე იშვიათია, მაგრამ თუ მაგალითად სხვა სახეობებზეც გადავინაცვლებთ, ისევე აი ძუძუმწოვრებიდან ძალიან ბევრი სახეობა გადაშენების პირას იმყოფება, განსაკუთრებით ჩლიქოსნები, მაგალითად იგივე ირემი, რომლის რეინტროდუქციის პროგრამასაც ახლა ვახორციელებთ გარემოსდაცვის სამინისტროსთან, ერთად ველური ბუნების დაცვის სააგენტოსთან. და ასევე გეგმაში გვაქვს ასევე სხვა სახეობების ბუნებაში აღდგენა, რაც არის ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია და სწორედ აი ამ მიმართულებით მუშაობთ, რომ ჯერ ტყვეობაში გავამრავლოთ სახეობები, შევძლოთ რაღაცა გარკვეული გენოფონდის მიღება და შემდეგ უკვე დავაბრუნოთ ესენი მათ ბუნებრივ გარემოში. ასეთი უკვე განხორციელდა ერთი მოხდა ირმის ნაწილობრივ თლად ბუნებრივ გარემოში დამბრუნებული არ არის, ის არის იმაში უკვე დიდ ვოლიერში, აი ეს
ეგრეთ წოდებული ნახევრად ველურ პირობებში, სადაც მათ ადაპტაცია უნდა განიცადონ, დაიწყონ გამრავლება და შემდეგ უკვე მოხდება მათი ველურ ბუნებაში გაშვება. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა და მას ესეთი თანდათანობითი გაშვების მეთოდი ეწოდება და სწორედ აი ამ მეთოდს ვიყენებთ ახლა ჩვენ ამისათვის. ბატონო ზურა, ცხოველებზეც რომ ვისაუბროთ, ჩვენ როგორც აღვნიშნე დასაწყისში უამინდობის გამო არ მოგვეცა საშუალება რომ მათთან ერთად გვენახა და გაგვევლო ის ეტაპები, რასაც დილის მანძილზე გადიან, თუმცა საინტერესოა ყველაზე მეტი დამთვალიერებელი, რომელი ცხოველის ვოლიერთან ფიქსირდება ხოლმე დღის განმავლობაში. სპილოები არიან ძალიან ასე ვთქვათ მიმსიტველი, ჩვენი ბეგი მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში წყალში არის და ცოტა რთული სანახავი არის, ეს რადგანაც ძალიან პოპულარულია და არა მარტო პოპულარობის გამო, ზოგადად ბეფემოტი ძალიან საინტერესო ცხოველია, მასთან საკმაოდ დიდი რაოდენობით ხალხი არის აქლემებთან, რადგანაც ძალიან ესეთი კონტაქტურები და კომუნიკაბელური ცხოველები არიან, მარტორქა, რა ვიცი, მტაცებლებთან, ლომებთან, ასე რომ ბატონო ზურა, ხშირად მინახავს, როდესაც ბავშვები ან თუნდაც მშობლები ასე დამოუკიდებლად გარკვეული ტიპის საკვებს აწოდებენ ცხოველებს. ჩვენს მაყურებელს მოდი დეტალურად ვუთხრათ, შეიძლება თუ არა ეს ყველაფერი რომ მოხდეს და თუ არა, რატომა, ესეც რომ დავუსაბუთოთ. ჩვენთან ეს მიღებული არ არის, ჩვენ აკრძალული გვაქვს, ზუსტად თითოეულ ცხოველს აქვს თავისი მკაცად განსაზღვრული რაციონი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ როგორც ადამიანები, ცხოველებიც ასე სხვადასხვა პერიოდში შეიძლება რაღაც გარკვეული სხვადასხვა დაავადებები ქონდეთ, რომელიც შეიძლება არ იყოს ისე მკაფიოდ გამოხატული, მაგრამ თქვათ არც სახიფათო, მაგრამ ქონდეს რაღაცა გარკვეული დაავადებას, ვიტყვით, დისკომფორტი, რომლის შედეგადაც შესაბამისი რაციონი ჭირდებათ ასე შემთხვევაში. რა თქმა უნდა, დამთვალიერებლებმა არიციან ამის შესახებ, არც არის საჭირო რომ იცოდნენ, იმიტომ ნებისმიერი პატარა ასე ვთქვათ დისკომფორტი არ არის აუცილებელი რომ იყოს და ამიტომ როდესაც აწვდიან ისეთ პროდუქტებს, რომელიც მიუღებელია საერთოდ ცხოველებს. მაგალითად პოპკორნი, აი ხშირად მინახავს კი ფრინველებისთვისა და რომლებიც ასევე მათი საჭმლის მომნელებელი სისტემა არ არის მოწყობილი მათთვის, სწორედ ესეთი პროდუქტების მონელებაზე, რის შემდეგაც ექნებათ პრობლემები. ასე რომ ორი ძირითადი მიზეზია, ჯერ ერთი რომ არ შეიძლება ცხოველებს მიაწოდოთ არადეკვატური საკვები და მეორეც ერთი არ არის ცნობილი ჩვენთვის ის რა კვებით რეჟიმზე იმყოფება ესა თუ ის ცხოველი, ხო შეიძლება მას სპეციალური რეჟიმი ქონდეს დანიშნული. ამიტომ ჯობია რომ თავი შევიკავოთ ცხოველების საკვების მიცემისაგან და ერთად დავარწმუნებთ რომ მათ არაფერი არ აკლიათ, ყველაფერი ის რა საჭიროა რომ მიიღონ, მათ შეუძლიათ რომ მიიღონ და ისეთი აი რაღაცა სასუსნოები ჩვენი წარმოდგენით, მათთვის ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ მავნებელი იყოს. კი ბატონო, ბატონო ზურა, მოდი გკითხავთ თუ იგეგმება უახლოეს მომავალში რომელიმე ცხოველის ჩამოყვანა, თუნდაც ძველი ან ახალი ზოოპარკისთვის. ეცეთა ჩვენ გეგმაში გვაქვს რა თქმა უნდა ჩამოყვანა, თუმცა უახლოს პერიოდში არა. ჯერ უნდა დამთავრდეს ის ვოლიერების მშენებლობა და შემდეგ უკვე დავიწყებთ სხვადასხვა ცხოველების ჩამოყვანას. აქ მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ცხოველებთან დაკავშირებით და ნახოთ ეს მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით ჯერჯერობით. და ბოლოსკენ აუცილებლად გკითხავთ ამ ეტაპზე რომელი ცხოველები არიან ახალ ზოოპარკში გადაყვანილი, იმიტომ რომ საზოგადოებაში ყოველთვის მუსირებს ეს კითხვა და დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნა. საკმაოდ დიდი რაოდენობით ცხოველები გვყავს გადაყვანილი, ძირითადად იქ არიან კავკასიური ცხოველები, მაგალითად გვყავს გადაყვანილი დათვები, მგლები, ფოცხვერები, ირმები, ნიამორები, ორივე სახეობა ჯიხვი, რომელიც კავკასიაშია გავრცელებული, დომბები, გვყავს ერთგუზიანი აქლემები, აფრიკული მოხატული ძაღლები და გარდა ამისა გვყავს ლომი, ჩვენი პატარა ლომი, რომელიც ძალიან პოპულარულია და დღეს იმყოფება ზოოპარკში. საკმაოდ ბევრი ცხოველია და ჩამონათვალი უტოლდება არსებული ზოოპარკს, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იმ ზოოპარკის ბინადრების სახელწოდებებს, ხო? ახლა ჩვენ რომელიც ცხოველებიც ჩამოვთვალეთ, უმრავლესობა მე მგონი აქაც არის, ხო? არა, აქ არ არიან ის ცხოველები, რომელსაც ლომებს თუ არ ჩავთვლით, რომლებიც აქაც ყავს და იქაც ყავს, დანარჩენი ცხოველები, აი ეს ყველაფერი კავკასიაში გავრცელებული ცხოველები მთლიანად არიან გადაყვანილები. თუმცა ამას ემატება ზოგიერთი, თქვათ, აფრიკული ცხოველი, როგორც აი მოხატული ძაღლები და ერთგუზიანი აქლემები, აქ ორგუზიანი აქლემები ყავს, იქ ერთგუზიანი აქლემები ყავს, ასე რომ ეს არის განსხვავება. ბატონო ზურა და აუცილებლად მინდა გკითხოთ ასევე ჟირაფზე, რომელიც ძალიან
ძალიან სურს ქართველ დამთვალიერებელს, რომ იხილოს თბილისის ზოოპარკში. თუ არის მოსალოდნელი, ჩვენ გზაშიც ვსაუბრობდით, როდესაც აქ მოვდიოდით ამაზე და მოდი გავუნდოთ ესეც მაყურებელს, თუ იგეგმება და არის შესაძლებელი, რომ საქართველომ ადაპტირებული ზოოპარკი შესთავაზოს ჟირაფს. რა თქმა უნდა, ახალ ზოოპარკში მიმდინარეობს, აი მისი ზამთრის სახლი თითქმის მზად არის, მაგრამ დასამთავრებელი არის და გარდა ამისა მოსაწყობი არის გარე ვოლიერი, რომელიც დიდი იქნება და შესაბამისად, სწორედ როდესაც ეს ვოლიერი დამთავრდება, მერე უკვე ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს უკვე ჟირაფებთან დაკავშირებით, მუშაობთ ამ მიმართულებითაც კიდეც, იმიტომ რომ ჟირაფი საკმაოდ რთული ცხოველია, როგორც თქვა. ტრანსპორტირების თვალსაზრისითაც. დაბადების მხრივ ზოოპარკში უნდა დაიბადოს სადღაც, ასევე ტრანსპორტირება განსაკუთრებით. ასე რომ ყველგან არის საკითხები არის გასათვალისწინებელი, უნდა იყოს გარკვეული ასაკის იმ პერიოდში, რომ შესაძლებელი იყოს მისი ტრანსპორტირება. ამ მიმართულებით ყველაზე მუშაობთ, მაგრამ თავარი არის, რომ დავასრულოთ ეს ვოლიერი. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ამ ვოლიერის დასრულება შევძლებთ უკვე და შემდეგ უკვე მალე ჩავოვიყოთ კიდევაც. უღრმესი მადლობა. ჩვენი მაყურებლისთვის დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იყო ჩვენი დღევანდელი ჩართვა და საუბარი. წარმატებულ, მშვიდობიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ჩვენს ცხოველებსაც იმავეს ვუსურვებ და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადაგიხდით მასპინძლობისთვის. აი ასე, მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საინტერესო დეტალი შეიტყვეთ და ისეთ კითხვებსაც გავეცით პასუხი, რომელიც ყოველთვის გაინტერესებდათ ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე თქვენს გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან და პოზიტიურ დღეს და გოგოებს დავუტოვებ ეთერს.